მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან ტარდება, წირვა მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. მარიამ ბუღაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობა დღეს ტაძარში მრევლს მოაქვთ ბზის ტოტები, რომელსაც აკურთხებენ და შემდეგ 1 წლის განმავლობაში სახლში ინახავენ. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნარსია სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს და შემდეგ მრევლს მიმართავს ქადაგებით. სახარების მიხედვით მაცხოვრის შესვლას იერუსალიმში მოსახლეობა ზეიმით შეხვდა, მას ფეხქვეშ უგებდნენ ტანისამოს და პალმის ტოტებს და სიმბოლურად სწორედ ამ მონაკვეთს იმეორებს ბზობის დღესასწაული, როცა ტაძარში ბზის ტოტები მოაქვთ. ბზობის დღესასწაული დიდი მარხვის მე-6 კვირას აღინიშნება ტრადიციულად. როგორც იერუსალიმის კარიბჭე გაიღო და მაცხვარი დიდებით შევიდა ამ ქალაქში, რომ ადამიანებმაც, ქრისტიანმა ადამიანი, ვინც არის ღვთისმოშიში, ღვთისმორწმუნე, თავისი გულის და გონების კარი უნდა გახსნას ღმერთის მადლისათვის. და ეს დღე ამ მხრივ არის დამაფიქრებელი, რომ ყველა ჩვენგანმა თავისი გული და გონება ღმერთისაკე აწიოს და მე მინდა ვუსურვო ყველა ადამიანს, რომ ღმერთის მიმღები ყოფილიყოს, მიულოსო დღევანდელი დღე ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ღმერთის იმედი, ღმერთის წვენა და ღმერთმა რავალს დაგვასწროს. ამ დღეს უკავშირებ ყველაფერს სასწაულს, სიკეთეს, სიყვარულს და ამ ქვეყანაში მშვიდობას, რაც მთავარია და მთელი საქართველოსის მონოლოცია ხარების დღესასწაული და ამ დღიდან მშვიდობა და სიკეთე ყოფილიყოს. ეს დღე და ზოგადად ყველა რელიგიური დღესასწაული, უფლის დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საქართველოსთვის, მრავალი განსაცდელი აქვს მას. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვილოცავ. ბზობის დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა აღევლინება.